პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოების ფაქტებზე ბიზნესმენ გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულ 6 პირს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2022 წლიდან ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და სისტემატურად ამზადებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს, ვისკისა და არაყს აქციზური მარკის გარეშე და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ინახავდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. უწყების ცნობით 7-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. ბრალდებულებს ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების, ვისკისა და არაყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს. 2025 წლის 16 სექტემბერს ბრალდებულები მათი ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე აქციზური მარკის გარეშე ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 75,000-მდე ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რომელთა სავარაუდო ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება. ალკოჰოლური სასმელების კუსტარულად წარმოების ბრალდებით კრივში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი და კიდევ 6 პირი 17 სექტემბერს დააკავეს. კანდელაკის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ალკოჰოლის ქარხანასთან შემხებლობა არ აქვს და ბრალდების მიერ დასახელებული კომპანიები კანდელაკს არ ეკუთვნის.